ლევან სანიკიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ლევან, მადლობა რომ გვერდთვებით. თქვენ მიემართებით, როგორც ცნობილია, ბათუმისკენ, სადაც დაანონსებულია აქცია. რა იქნება დღევანდელი აქცია მსვლელობის მთავარი სათქმელი, რატომ გადაწყდა ბათუმი, რას ეტყვით თქვენ მოქალაქეებს, რატომ უნდა მოვიდნენ დღეს კოლონადებთან? მოგესალმებით, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. დღესაც არის გზავნილი ძალიან ნათელი, რომ არა რუსულ სპეცოპერაციას. ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბერს აპირებს რუსული სპეცოპერაციის ჩატარებას, რომლის მთავარი მიზანიც არის ლეგიტიმაციის მიღება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დაუშვათ. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია იმ პარტიების მხრიდან, ნაციონალური მოძრაობა ამ თვალსაზრისით იყო მოწინავე, რომ არ მომხდარიყო რაიმე ფორმით ივანიშვილის აი ამ რუსული სპეცოპერაციისთვის გარკვეული ლეგიტიმაციის წინასწარ მიცემა, მაგრამ ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ 4 ოქტომბერი ბიძინა ივანიშვილისთვის არ იქცეს გამარჯვების დღედ, პირიქით იქცეს მნიშვნელოვანი დამარცხების დღედ. ამისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ კულმინაციური მომენტი იქნება 4 ოქტომბერი. დღეს ბათუმში ჩვენი ყოფნა განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ მზია ამაღლობელის პროცესიდან გამომდინარეც ჩვენი დამატებით სოლიდარობის გამოსახატად აუცილებელია, რომ დღეს ბევრი ვიყოთ ქუჩაში, აქტიურად გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია, იმიტომ რომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. ქართული ოცნება დღეს არის ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე იყო 26 ოქტომბერს. გუნდის შიგნით არის უმძიმესი რყევები, გარჩევები, საერთაშორისოდ არის სრულ იზოლაციაში, საპროტესტო მუხტი მხოლოდ მზარდია და მე უკიდურესად მახარებს ის საკითხი, რომ ჩვენ მეტ ნაბიჯებს ვდგავთ კონსოლიდაციისკენ, იმიტომ რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც და იმ ბრძოლასთან მიმართებაშიც, რაც ყოველდღიურად მნიშვნელოვანია გავწევთ, მნიშვნელოვანი თარიღები მოდის 5 აგვისტოს სავარაუდოდ წულუკიანის ეს სამარცხვინო ღალატის კომისია. ამაზე ცოტა ხანში გეტყვით, ლევან, ცოტა ხანში ვისაუბროთ წულუკიანის კომისიაზე 4 ოქტომბრის თარიღი რომ ამოვწურო, თქვენ ახსენეთ, რომ ეს 4 ოქტომბერი უნდა იყოს კულმინაციური. რას გულისხმობთ ამაში? ხომ არ არის რაღაცნაირად თარიღთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და შემდეგ უკვე აღმოჩნდეს სრულიად განსხვავებული რეალობა, რატომ ნიშნავთ ამ თარიღს, რატომ ანიჭებთ განსაკუთრებულ როლს და მნიშვნელობას? ნახეთ, საკითხი დგას ძალიან მარტივად. 4 ოქტომბერი განსაზღვრა ბიძინა ივანიშვილმა. ეს თარიღი, როგორც ლეგიტიმაციის მიღების თარიღი, არის ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ეს ბუნებრივად არის გარკვეული ჩამკეტი. ცხოვრება ისე 4 ოქტომბრის შემდეგ არ გაგრძელდება, როგორც 4 ოქტომბრამდე. ეს ესეა, როგორც პოლიტიკური ცხოვრება, ისე სოციალური, იმიტომ რომ ეს არის ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და მან ის სპეცოპერაცია, რომლის ჩატარებასაც აპირებს, წარმატებით არ უნდა დააგვირგვინოს. შესაბამისად, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც იქამდე უნდა იქნეს გადადგმული, ემსახურება ივანიშვილის ამ რუსული სპეცოპერაციის ჩავარდნას. ეს არის ცხადზე უცხადესი. ამიტომ მე ზოგადად არ შევდივარ აი ამ თარიღთან დაკავშირებით დავაში. ეს შეიძლება ყოფილიყო მანამდეც რაღაცა ტაქტიკური დავა და მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია, თუ კი რამე გჭირდება, არის კონსოლიდაცია, რომ არ თანამშრომლობის რეჟიმში ყოფი თითოეული საზოგადოებრივი პირი, ახლა პაატა ბურჭულაძეს ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები, მათ შორის რუსთაველის გამზირზე არსებული პროტესტის ეტერის შენარჩუნებაში. თითოეული ესეთი პირი, პოლიტიკური ფიგურა, პარტია, თუ არ ვიცი, სამოქალაქო ორგანიზაცია, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები საერთო ბრძოლის გზაზე უნდა შევთანხმდეთ. როგორც სტრატეგია მე მგონია, რომ შეთანხმებულია, მაგრამ ეს ტაქტიკური რაღაც გაუგებრობები, რომელიც აქამდე არსებობდა, ჩემი აზრით აღმოფხრილი იქნება და ნაკლები რაღაცა პრობლემა იქნება ამ საკითხთან მიმართებაში. თქვენ აი ამ დისკუსიებმა, განსხვავებულმა მოსაზრებებმა, არ ვიცი, დაპირისპირებამ პარტიებს შორის, მათ შორის თქვენს პარტიაში, ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში, ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯერ ჯობდა შიგნით გესაუბრათ, ან თქვენს კოლეგა პარტიებთან გაგევლოთ, თქვათ, კონკრეტული თემები და საკითხები და ამის შემდეგ უკვე საჯაროდ გელაპარაკათ ამ კონკრეტული საკითხების შესახებ? ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, პირველი ამას ვიტყვი, მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არ თანამშრომლობის რეჟიმში მყოფი თითოეული აქტორი
ჯგუფი, პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო ორგანიზაცია, იმიტომ რომ მე არაერთი სხვადასხვა ჯგუფისგან მსმენია სხვადასხვა მოსაზრებები, როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა 4 ოქტომბრამდე, როგორ უნდა შევხვდეთ 31 აგვისტოს, როგორ უნდა შევხვდეთ 7 აგვისტოს, როგორ უნდა შევხვდეთ სექტემბერს, ასე შემდეგ. ეს ტაქტიკური ნაბიჯები და იყო შეთანხმებული. თუ რაიმე გაკვეთი უნდა ვისწავლოთ აქედან არის ის, რომ ამ პროცესში, რომელიც 4 ოქტომბრამდე გრძელდება და 4 ოქტომბერი არის ნამდვილად თარიღი, რომლის შემდეგაც სხვა პოლიტიკური ცხოვრება იქნება, ბუნებრივად, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი დედლაინი, რამდენიც არ უნდა უარყოთ. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მათ შორის მეგობარი აქტის მიღების პროცესი, საერთაშორისო სანქციები, ამ არჩევნების წინასწარი დელეგიტიმაცია, ანუ 4 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე კი არ უნდა დაიწყოს ვინმე მუშაობა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არ არის. მანამდე უნდა იყოს ეს ცნობილი, რომ ეს რუსული სპეცოპერაციაა და საერთოდ არჩევნები არ არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებშიც და მე მგონია, რომ ამ ხრივად ჩვენ კონკრეტული წარმატებები გვექნება სასექტემბროდ და შესაბამისად თუ კი რაიმე გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ არის ის, რომ ტაქტიკურ საკითხებზე დავა მით უმეტეს, როდესაც ესეთი სენსიტიური ფონია არ არის უპრიანი, რომ მოხდეს საჯაროდ, უნდა მოხდეს აბსოლუტური ყოვლისმომცველი კონსოლიდაცია, საზოგადოების უმრავლესობა არის ართანამშრომლობის რეჟიმში, არაპირებს რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება და 100 ჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ პოლიტიკური ნაბიჯის ხორცშესხმას, რომელიც შემსრულებლებიც არიან როგორც საზოგადოებრივი ფიგურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა აქაც პოლიტიკური პარტიების და კერძოდ ნაციონალური მოძრაობის როლი როგორც მთავარი ფლაგმანის იქნება განსაზღვრელი. ლევან, ხომ არ გადახედეთ აი თქვენს მკვეთ, არ ვიცი, ხისტ პოზიციას სხვა პარტიებთან მიმართებაში, გულისხმობ აქ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობას გეგმავენ მუნიციპალურ არჩევნებში, ლელო, გახარია საქართველოსთვის, თქვენ ბუნებრივია მათთან ერთად მოგიწევთ, ხო, ბრძოლა მომდევნო თვეებში თუ წლებში. რა იქნება ამ გადმოსახედიდან თქვენი მთავარი სათქმელი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა თავდასხმების თითის გაშვერების დრო არ არის და თქვენ საერთო ბრძოლაში უნდა ჩაერთოთ ივანიშვილის წინააღმდეგ? ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი გადის იმაზე, რომ არავითარი ფორმით არ უნდა ვითამაშოთ ივანიშვილის თამაში. ივანიშვილის თამაში არის 4 ოქტომბერს ადამიანების მოწოდება, რომ თურმე საარჩევნო უბნებთან ეძახიან და არა რუსული ლეგიტიმაციის და რუსული აი ამ სპეცოპერაციის თამაში მონაწილეობის მისაღებად. აი ეს არის. შეუძლებელია ამის რევიზირება მოხდეს. ამ ადამიანებს თუ კი იქ აქვთ პოზიცია და ხედავენ საზოგადოებაში განწყობა როგორი არის და მე მგონია რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი თუ კი ვინმე მეაშთა რომ რაიმე აზრი შეიძლება ყოფილიყო ამ სპეცოპერაციაში ჩართვის ამ ადამიანთა რაოდენობა მცირდება, მათ აი დღეს საღამოსაც შეუძლიათ განცხადების გაკეთება, იმიტომ რომ რეგისტრაციის ვადა არ არის გასული და ახლა შეუძლიათ თქვა, რომ არიღებენ ამაში მონაწილეობას. ისინი არიან ერთიანობის ჩამშლელები, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ერთ მხარეს არის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ემსახურება სახალხო ოპოზიცია, პირდაპირ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ნაციონალური მოძრაობა არის სახალხო ოპოზიციური პარტია. რაც სურს ხალხს, რაც არის სწორი და რაც არის ივანიშვილის საწინააღმდეგო, დიახ, იმას ვაკეთებთ და აუცილებლად გავაკეთებთ და ამას მივიყვანთ ბოლომდე და ხა შეუძლებელია ჩვენი რიტორიკა შერბილდეს იმ ძალების მიმართ, რომლებმაც აი საერთოდ შეიძლება დღის წესრიგში არ ყოფილიყო 4 ოქტომბრის თარიღი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს რო არ გადაეწყვიტათ ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ქვენაგრძნობებით, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის რაღაცა სტატუსისთვის ბრძოლა, ვიწრო პარტიული ინტერესები, საკუთარი იდენტობის შენება, ეს ისა რაღაცა საკრებულოს წევრების ხელფასები, რუსთაველის გამზირზე არავინ არ მდგარა და არავის არ უბრძოლია იმისთვის, რომ საკრებულოს წევრების ხელფასებში დახურდავებულიყო ეს ამბავი და ხა არ ვიცი, ჩვენი რიტორიკა არ შეცვლილა, არ შეიცვლება, პოზიცია გვაქვს ცალსახა, მაგრამ რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვერ ვხედავ მათგან რა საარჩევნო კამპანია უნდა ჩაატარონ. საარჩევნო კამპანიას ატარებ მაშინ, როცა არჩევნებია და სპეცოპერაციაში, სადაც დირიჟორი არის ბიძინა ივანიშვილი, FSB, არ ვიცი, GRU, SVR, აი ყველა ალბათ ერთობლივად რა საარჩევნო კამპანია უნდა ჩაატარონ. რა პეპლებზე უნდა ილაპარაკონ. შეუძლებელია. და როდესაც საზოგადოების კრიტიკა ამას ხას უსვამ.
არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობა, როდესაც არის ართანამშრომლობის რეჟიმში და ზუსტად იაზრებს იმ ბრძოლის გზას, რაც აქვთ შესაბამის ოპოზიციურ აქტორებს, მათი მდგომარეობა იმ პარტიების, რომლებმაც გადაწყვიტეს ივანიშვილის თამაში, მაშინ მათი მდგომარეობა ბუნებრივად არის ძალიან მძიმე. გასაგებია ამ თემაზე თქვენი პოზიცია ლევან, მინდა კითხოთ, ცოტა ხნის წინ ახსენეთ თეა წულუკიანის კომისია, ვიცით რომ მომდევნო კვირაში დადებს წულუკიანის კომისია დასკვნას და დიდი ალბათობით იქნება იქ კონკრეტული საკითხები და ეს იქნება გამოყენებული შემდეგ უკვე რეპრესიებისთვის. თქვენი აზრით გაბედავს თუ არა ქართული ოცნება საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებაში უკვე დოკუმენტირებულად და ეს ყველაფერი მოხდება სწორედ აგვისტოს ომის წლის თავზე? ქართული ოცნება, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდა ხელისუფლებაში, ეს იყო კლასიკური კონტრრევოლუცია. ისინი მოვიდნენ იმ დასკვნისთვის საბოლოო ჯამში, რის დადებასაც აპირებს თეა წულუკიანი. თქვენ რა გონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი რის გამო ზის ახლა ციხეში? რის გამო არის ის ტყვეობაში? რის გამო ყავს ის პუტინს აი ამ რაღაცა ივანიშვილის ციხეში გამომწყდეული? 2008 წლის გამო, როგორ გაბედა და არ ჩააბარა საქართველოს რუსეთს. როგორ გაბედა და არ გაიქცა თბილისიდან. როგორ გაბედა და შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფოს პრეცედენტი. როგორ გაბედა და ვარდების რევოლუცია როგორ მოხდა ამ ქვეყანაში. აი ეს არის. სინამდვილეში ყველაფერს არქმევენ თავის სახელს, რისთვის არიან ხელისუფლებაში მოსულები. ეს არის საქართველოს ისტორიის უპრეცედენტო რევიზირება. რომ გიორგი ანწუხელიძე თურმე შეეწირა პიარს. აი ეს არის ქართული ოცნება. და ამათთან ერთად რას ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას? აი რა უნდა ამტკიცონ, რაზე უნდა ილაპარაკონ, რა მეტროსადგურების შეკეთებაზე. ხალხი, რომელიც იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის თურმე სამშობლოს მოღალატე. ამას დაწერენ, ამისთვის არიან მოსულები ხელისუფლებაში. ეს არის დავალება. ეს არის ის ფასი, რომელიც უნდა გადაუხადონ რუსებს მათი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. და ჩვენ გვექნება ამაზე ადეკვატური პასუხი. გასაგებია ლევან, შეუძლებელია ამის მოთმენა. კონსულტაციებზე, ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე, ერთიანობაზე და ასე შემდეგ, თქვენ სად ხედავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლს ამ პროცესში და მისი პლატფორმის, როგორც ვიცით, თქვენ ამ პლატფორმაში არ ხართ, თუმცა როგორ ხედავთ მის აი ამ როლს ამ პროცესში? ეს ვერ ვიქნებით იქ, სადაც არაფერი არ არსებობს. არავით არის სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა არ არსებობს, ტყუილია და ფიქცია. სალომე ზურაბიშვილის როლი ვერ იქნება რაღაც მაკონსოლიდირებელი ფიგურა, შეუძლებელია ის იყოს. ამ ბრძოლაში თუ რაიმე კონტრიბუციის შეტანა შეუძლია, გაგვეხარდება ამ კონტრიბუციას თუ შეიტანს. განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე. აი მაკონსოლიდირებელი ფიგურა ვინ არის? არ ვიცი, მე მგონია რომ ასე ერთი გამოკვეთილი ფიგურა არ არსებობს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვინც არსებობს ის კაცი ციხეში ყავთ გამომწყდეული და აპირებენ სადამსჯელო სპეცოპერაციის გატარებას. ასე არ უნდა ამას კუთხეების მომრგვალება. მიხეილ სააკაშვილის ეშინია ყველაზე მეტად, ამიტომ ყავს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ციხეში და მარტივი შეკითხვა დასვით. ზახაროვა, ლავროვი, პუტინი რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას და რომელ პოლიტიკურ ლიდერს ეხმიანებიან და აცხადებენ მათ როგორც ოპონენტს. ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს. მხოლოდ მას უწევენ ანგარიშს და მას აცხადებენ რუსეთის ფედერაციის მთავარ მოწინააღმდეგედ. და შესაბამისად ახლა დანარჩენი, ვისაც შეუძლია რომ რაღაც კონტრიბუცია შეიტანოს ამ პროცესში, იქნება კარგი. მაგრამ ეს ეგოების თამაში და მე უნდა ვიყო და ჩემ გარშემო პლატფორმა უნდა შეიქმნას, ეს დიდი ხნის წინ დამთავრდა უკვე. ძალიან დიდი ხნის წინ დამთავრდა. ლაშა ცანავას სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ისაუბრა ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით, რომ მას სუსი თხოვდა ინფორმაციების შეგროვებას ფარულ თვალთვალს ლევან ხაბეიშვილის მიმართ და ამის ანაცვლოდ მას პირდებოდნენ დიდ ფულს და თავისუფლებას აი ამაზე რა შეგიძლია რომ გითხრათ? ქართულ ოცნებას აქვს აბსოლუტური განგაში იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობა სულ უფრო და უფრო ძლიერდება, აქვს მზარდი რეიტინგი, როგორც პარტიას, ისე რა თქმა უნდა, მის ლიდერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ჩვენ ნახეთ ის მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა მის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა, რომ სუსი აპირებს შესაბამისი რაღაცა სპეცოპერაციების ჩატარებას ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.
ეს არის ამ სპეცოპერაციის ნაწილი. ლევან ხაბეიშვილი დღეს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა. აქტიურობით იმ ინფორმაციების გამჟღავნებით, რა ვიცი, სამი კაცი რო ლაპარაკობს შეხვედრაზე ქართული ოცნების წარმომადგენელი საღამოს ლევან ხაბეიშვილს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და თელმა ქართულმა საზოგადოებამ იცის. ეს არის ძალიან დიდი პრობლემის შემქმნელი ხელისუფლებისთვის. თითოეული როგორც კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილის აქტივობა, ისე მთლიანი პარტიის აქტივობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ლაშა ცანავამ, რომელმაც უღირსეულესი მაგალითი აჩვენა მეგობრობის, კაცობის, დატანის, არ გაყიდვის. აი აჩვენა რა სხვაობა არის ნაციონალური მოძრაობის წევრსა და ქოც შორის. რაც არის ლაშა ცანავა, ის არ არის ქოცი. აი სამარცხვინო ხალხი არიან, საკუთარი პერსპექტივით ხედავენ ყველაფერს. როგორც თავიანთ თანამებრძოლებს ნებისმიერ მომენტში გაყიდიან და არაფრის ინტერესი არ აქვს ფულის გარდა, ზუსტად ისევე უყურებენ დანარჩენებს. და ალბათ სახტად არიან დარჩენილები, როგორ არ გაყიდა ლაშა ცანავამ საკუთარი მეგობარი. მაგრამ ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ეს არის გუნდი, რომელსაც ვერაფერი ვერ მოუხერხა ბიძინა ივანიშვილმა და ახლა მისი სუსი არის ორიენტირებული, რომ მაქსიმალურად მეტი გააკეთოს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. დიდი მადლობა. არაფერი არ გამოუვა, ეს შემიძლია თამამად თქვა, არაფერი არ გამოუვა.